ფეკას გადაცემაც და ესეთი საღამოებიც ყოველთვის გამოირჩევა და სიურპრიზებით არის სავსე და რა ვიცი, აი ნახავთ, ზუსტად არ ვიცი რას ველოდები. და მაინტერესებს ბატო, როგორ იყო თქვენთვის გასული წელი და რას ველოდებით 2014 წლისგან? ის პირადად მე საქართველოს მოვულოცებ სრულიად ბედნიერებას უსურვებ ფერს, ჯანმრთელობას, წინსვლას, წარმატებას, ყველაფერ კარგს. მიმაცვია ანოუკის კაბა. მე ნახავთ ალბათ შიგნით გავიხდი. გისურვებ რომ სასიამოვნო დრო გაატარო დღეს ჩვენს გადაცემაში. მედია რომ სურპრიზებით ახსოვსო იქნება შენთვის ეს საღამო. დღევანდელი საღამო და შევხვდებით. ძალიან შევხვდებით. ჯასტკავალი. ჯასტკავალი, სად შეიძინე? ენჯი ჯორჯია მიზრუნა ჩვენ ჩაცმულობაზე, დიდი მადლობა მათ. მართლა ესე იგი ჩემ ჩაცმულობაზეც იქ შევიძინე ეს კაბა არაჩვეულებრივი ბლუმარინის დიდი მადლობა. მადლობთ. დიდი მადლობა ენჯი ჯორჯიას იმისთვის რომ არაჩვეულებრივი ბრენდის სამოსი შემოაქვს თბილისში. მოლოდინი რა თქმა უნდა ყოველთვის დიდია და ყოველთვის იმედია ნათქვართ ჩვენი იმედში განწყობილები, შესაბამისად დარწმუნებული ვარ რომ კარგი საღამო იქნება. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ყველანაირად ვიყო ელეგანტურ ფორმაში და იმედია დღეს გამომივიდა და ძალიან მიხარია რომ თქვენს სწავლებაზე მოვხვდი და ვილოცავ ყველა სახელმწიფოს. როგორც ვიცი, დღევანდელი საღამოს ეს არის სტილი, ელეგანტურობა და შესაბამისად შევეცადე რომ ვიყო ცოტათი მაინც ელეგანტური. და მიხარია რომ ამ პატარა საქართველოს ამდენი ელეგანტური ქალბატონი ყავს და მე ვფიქრობ რომ ყველაზე ელეგანტურები ელეგანტურებს შორის დღეს დასახელდებიან ყველაზე ელეგანტურ გადაცემაში. რას ველოდებით დღევანდელი საღამოსგან? დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში და იმედი მაქვს რომ კარგ დროს გავატარებთ. როგორი მოლოდინი გაქვთ? როგორც ყოველთვის ეკასგან და ეკას გადაცემისგან და მთელი თქვენი ჯგუფისგან სურპრიზებს, ლამაზ საღამოს და ბევრ საინტერესო შეხვედრას, ალბათ ბევრ საინტერესო ადამიანთან. დღევანდელი საღამოდან რას ველოდები და როგორც ვიცი, იქნება საახალწლო დაჯილდოვება. მრავალს დაესწარით, წარმატებული და ბედნიერი წელი ყოფილიყოს თქვენი ტელემაყურებლებისთვის და თქვენთვის. მრავალ ახალ წელს დაესწარით, ბედნიერება, წარმატება, სიხარული, სიყვარული და ბევრი პოზიტიური დღეები. ყველას ულოცავ ახალ წელს, სულ ბედნიერება, ჯანმრთელობა და ყველას გვყავდეს გვერდით ის ადამიანი, ვისთვისაც ვიზრუნებთ და გავლამაზდებით. როგორია თქვენთვის ელეგანტური სტილი? რა ვიცი, ეს ალბათ მოიცავს ბევრ რაღაცას. გემოვნებასაც, თვითონ დახვეწილობას, გემოვნებას პირველ რიგში. გემოვნებას რა თქმა უნდა. თავარია იყო ახალგაზრდული სულით და არასოდეს არ უნდა დავარდე. არ ვიცი და არასოდეს არ უნდა შეგშურდეს არავის და ამიტომ იქნები ყოველთვის ახალგაზრდული. ირაკლი რუსაძის დიზაინის კაბა მაცვია. როგორი წელი იყო თქვენთვის 2013? ჩემთვის იყო ფანტასტიკური. მიუხედავად რაღაცა პრობლემებისა, მართა არაჩვეულებრივი იყო, ძალიან ბედნიერი, ორი შვილიშვილი გამიჩნდა და ყველა ქართველის ოჯახში ასეთი სიხარული და ბედნიერება შესულიყოს. 2013 წელი იყო ძალიან საინტერესო წელი, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ 2014 ყოფილიყოს ბევრად წარმატებული, ბედნიერი და ყველასათვის დასამახსოვრებელი წელი, თავის ბევრი სიხარულით. დიდი მადლობა. შენთვის 2013 წელი. არაჩვეულებრივი, ბევრი სიურპრიზებით აღსავსე. საღამოშდობის გილოცავთ ახალ წელს. თქვენ წარმოადგენთ მაღაზია ბელისიმოს და პარის. თქვენ ზრუნავთ ქალების და ბავშვების ელეგანტურად ჩაცმულობაზე მთელი წლის განმავლობაში. დღევანდელ საღამოს თუ გყავთ თქვენი რჩეული? ამდენ ელეგანტურ ქალბატონებში ძალიან გაგვიჭირდა ჩვენი რჩეულის დასახელება, მაგრამ ჩვენ მაინც ამოვიჩიეთ, რომელსაც გადაცემის მსვლელობის დროს აუცილებლად დავაჯილდოვებთ. მაღაზია ბელისიმოან სამოირჩია და აუცილებლად დავაჯილდოვებთ ბავშვსაც.
მაკო არაჩვეულებრივად გამოიყურები და უნდა გკითხო რა ბრენდის კაბა გაცვია. რაც შეეხება ჩემს სამოს, ეს არის გაეტანო ნავაროს ტანის სამოსი და იმისათვის რომ დღეს ასეთ ლამაზ კაბას ვატარებ, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მაღაზია NG Georgias. ყველას ვულოცავ, ვუსურვებ ყველაფერ კარგს, მშვიდობას რაც თავარია, ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებას მალე რაც შეიძლება. ვულოცავ ჩვენს ერთგულ მაყურებელს, იმედიან წელს ვუსურვებ რომ ბედნიერი წელი ყოფილიყოს, მშვიდობიანი წელი ყოფილიყოს, ვულოცავ ჩემს კოლეგებს აქ მოსულ ადამიანებს, ჩვენ სტუმრებს და მინდა რომ ძალიან კარგი წელი გქონდეს, ბედნიერი წელი. ვისურვებდი რომ მომავალ წელს ძალიან ბევრი სიურპრიზი გქონდეს ჩვენს მაყურებელს, როგორც ტელეკომპანია იმედისგან, კარგი სიურპრიზი გულისხმობ. ასევე ყველა საყვარელი ადამიანისგან ვისურვებდი რომ თითოეული თქვენთაგანისთვის ეს წელი გაცილებით უფრო უკეთესი და იღბლიანი იყოს, ვიდრე გასული წლები. გილოცავთ ყველას.